სკოლა გიმნაზია სინათლე დაამთავრა, თუმცა მაშინ, როდესაც მეათე კლასში გადადიოდა, ერთიან გაცვლის პროგრამაში გაიმარჯვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. აქვე მოხდა მისი დაჯილდოებაც. საქართველოში დაბრუნებულმა გიგა დემეტრაშვილმა სერტიფიკატებისა და სიგელების რიცხვს პირველი ხარისხის დიპლომით შემატა. გასული წლის შემოდგომაზე ISM-ის ლიცეუმის მიერ გამართულ კონკურსზე უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა. ყოველივე ეს გიგამ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით დააგვირგვინა. შიდა ქართლის მასშტაბით იგი ყველაზე მაღალი 1806.9 ქულის მფლობელი გახდა. მისი წარმატებებისა და მიღწევების შესახებ მშობლებთან ერთად პედაგოგებიც ამაყად საუბრობენ. როგორც გიგა დემეტრაშვილის დედა აღნიშნავს, მისი ვაჟი ბავშვობიდანვე დიდ მიწს ამჟღავნებდა. გიგა ისეთივე ენთუზიაზმით და ისეთივე პასუხისმგებლობით მეცადინეობდა დაწყებით კლასებში, როგორც შემდგომ კლასებში და განსაკუთრებით წლევანდელ წელს და ალბათ აქედან გამომდინარე წარმატებასაც მიაღწია. და ძალიან დიდი სურვილი აქვს, როცა დასაყრდენ მიზანს ისახავს იმ მიზნის შესრულებისა და ალბათ აი ამ ფაქტორებმა განაპირობოს მისი წარმატება. პედაგოგებს კი მიაჩნიათ, რომ მოპოვებული წარმატებები გიგას მიზანდასახულობის შედეგია. მე ვფიქრობ, რომ გიგას წარმატების საიდუმლო ძირითადად მდგომარეობს იმაში, რომ გიგამ ძალიან კარგად იცის დროის ფასი. ძალიან რაციონალურად იყენებდა ყოველთვის თითოეულ წუთს და ძალიან უფრთხილდებოდა დროს. ამის გარდა სერიოზულად უდგებოდა ყოველთვის სწავლების პროცესს და ეკიდებოდა ისე, როგორც თავისი მიზნისაკენ მიმავალი გზის ერთ-ერთ მონაკვეთს. გიგა დემეტრაშვილი ევროპის მენეჯმენტის ქართულ-გერმანული სკოლის ზოგადი მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. თუმცა საკუთარი წარმატებების შესახებ იგი ჩვენს გადამღებ ჯგუფთან რატომღაც არ საუბრობს. რასაც ნათესავები და ახლობლები მისი თავმდაბლობით ხსნიან. ისინი გიგა დემეტრაშვილს დიდ წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.